კვლავ შემოგიერთით მეგობრებო, მოკლედ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, წეღან თურმე ხმა არის მოდა და მთელი რამდენი წუთი ვილაპარაკეთ ყვილად. ეხლა მაინტერესებს თუ ისმის ხმა. ძალიან სამწუხაროა რომ არის მოდა ხმა, იმიტომ რომ ისეთი საუბრები იყო, ისეთი რაღაც ვისაუბრე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილე, თუმცა ალბათ არ ხართ შენ ამისთვის მზად. აი ერთი ადამიანი მიყურებს, ისმის ხმა. წეღან არც თქვენს კომენტარებს მაჩვენებდა და არც კი აჩვენებდა რომ თქვენ შემოსული იყავით, მაგრამ კომენტარებს არ აჩვენებდა და ხმაც არის მოდა თურმე. მაინტერესებს ახლა ისმის თუ არა ჩემი ხმა? გესმით თუ არა ჩემი ხმა? და რატომ არ შევიგდოთ ღიპი? რატომ არ აჩვენებს თქვენ კომენტარებს? წეღან არ აჩვენებდა და თურმე გიწერიათ რომ არის მის ხმაო. რო გავედი მერე დავინახე ეს ყველაფერი. ეხლა არ აჩვენებს. ამიტომ არ ვიცი ისმის თუ არა ხმა თქვენთან. თუ არის მის ხმა, ისევ პირადში დამიკავშირდით. პირადშიც მოუწერიათ რომ არის მის ხმაო და ისევ ტყუილად რომ არ ვილაპარაკო, დამიკავშირდით, დამირეკეთ და მივხვდები რომ არის მის ხმა. ან სხვა ფორმით გადავამოწმებ, ერთი წუთით მოვალეხლავე. ჩემი ტელეფონი მინდა ნახოთ აბა თუ ისმის ხმა. თქვენს კომენტარებს საერთოდ არ აჩვენებს. მოდი ესე ვიზავ რა. ამიტომ არ მიყვარს ეს მიკროფონები, რომ არ ვიცი არასდროს როდის არის ჩართული და როდის არა. და Facebook-იც ისე მირთულებს ამ საკითხებს, რომ ვერ ვიგებ, ესე იგი რა. რატომ არ აჩვენებს ახლა კომენტარებს ვერ ხვდები. ეხლა ხო ისმის ხმა? მე მგონი უნდა ისმოდეს ხმა. ხო? ესე იგი თქვენს ეთყობა წერთ კომენტარებს, მაგრამ არ აჩვენებენ, რომ არ მაჩვენებენ თქვენს კომენტარებს აქ. ეხლა ყველა შემთხვევაში უნდა ისმოდეს ხმა, იმიტომ რომ მიკროფონი მოვაძრე. მსჯობს ესეთი ხმა, ვიდრე ვილაპარაკო და არ ისმოდეს ხმა, ხო? ხო ესეა? ალო? მსჯობს ესეთი ხმა, ვიდრე ვილაპარაკო და არ ისმოდეს ხმა, ხო? აბა ეხლა თუ ისმის ხმა? ალო? მსჯობს ესეთი ხმა, ვიდრე ალო?
ისმის ხმა? Нам сделали აბა ეხლა თუ ისმის თქვენს კომენტარებს არ მიჩვენებს მეგობრებო. ალო აი ეხლა ისმის ხმა? ისმის ხმა? Нам сделали აბა ეხლა მოდი ესეთ რაღაცას მივმართავ რა. აქ აჩვენებს თქვენს კომენტარებს. მან არ მიჩვენებს. არ ვიცი რა ხდება. აქ ხმაც ისმის. როგორც ჩანს ეხლა მადლობა ყველას, მადლობა. საოცარი კომენტარებისთვის და მოდი ესეთ რაღაცას გეტყვით, მეგობრებო, წეღან იმდენი ვისაუბრე, იმდენი საინტერესო რაღაცა გამოვიდა კიდე და გამოვკითხე ბიოლოკაციას, რომ ალბათ მართლა არ იყავით მზად ამისთვის და ეხლა ვარ კიდევ იმის ხასიათზე რომ გესაუბროთ. კი. მოკლედ წეღან ვისაუბრე იმ საკითხზე, რომ რა მოხდა ჟიადისთან, მოკლეს თუ მოკვდა, მოკლეს თუ მოიკლა თავი, ხო? აი ეს საკითხი ჩვენ ალბათ როგორც მე მაინტერესებდა, ისე თქვენ გაინტერესებთ და ამაზე ვისაუბრეთ, ცოტა დაბნეული ვარ ამ ორმაგი ტელეფონით. ესე იგი რა ხდება, ნახეთ? ყოველთვის გული მწყდება ხოლმე იმ აუთენტურ ჩანაწერებზე, რომელიც იკარგება. მაგალითად, რაც წეღან მოხდა. 50 წუთი ვისაუბრე თქვენთან ერთად და იყო ძალიან კარგი საუბარი, რომელიც მე ძალიან მომეწონა. კმაყოფილი ვიყავ, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაციას გამოუძახე პირდაპირ ეთერში. ეხლა კი მიწევს იგივეს გამეორება, რაც მე არ მიყვარს, სასტიკად არ მიყვარს გამეორება რაღაცის, ამიტომ ვერასდროს ვერ გრძნობდი თავს. თავს ვერასდროს ვერ გრძნობდი კომფორტულად სცენაზე. უკაცრავად უნდა. 1 წუთით ლაივში ვარ და გადმოგირეკავ მე, ხო? კაი. ნახეთ რა ხდება ეხლა. ხდება ესეთი რა. ისმის ხმა. მე მგონი უნდა ისმოდეს. წეღანაც იგივე განმეორდა მეგობრებო, ესე იგი რომ დავიწყე ჩაწერა, მაშინ მოუნდათ ყველას დარეკვა, ალბათ უნდა თეთქვათ რომ ხმა არ ისმისო და ეხლა ცოტა დაბნეული ვარ ამ ორმაგ თავს ვერასდროს ვერ გრძნობდი კომფორტ. კაი. ნახეთ რა ხდება ეხლა. ისმის ხდება ესეთი რა. ისმის ხმა. მე მგონი უნდა ისმოდეს. არა საოცარია მართლა. დღევანდელი ლაივები საოცარია. აი კომუნიკაცია რაღაცა გააკეთეს. წინაზეც ვთქვი, რაღაცა მჭხიბაობა გააკეთეს ჩემი მეხუთე ენერგეტიკული ველის დასანგრევად რა. ეს როგორ მიმტკიცდება, იცი, ყოველ ორნაბიჯში? მოდი ახლა დავამოწმებ ამ საკითხს. მიმართეს თუ არა მიმართეს თუ არა ბოროტმა ენერგიებმა ჩემი მეხუთე ენერგეტიკული ველის დასარბევად მაგიურ ძალებს. არ მეუბნება. წეღან მეგობრებო, ძალიან საინტერესო რაღაცები გამოვიჭიეთ, ძალიან. რატომ მეშლება ხელი დღევანდელ ლაივში? არის თუ არა ეს გარეგანი, ანუ ზემოქმედება სხვა პირების მიერ, რომელიც მშხიბაობენ ან რაიმე საკითხის ბოროტ ძალებს მიმართავენ ჩემი მეხუთე ენერგეტიკული ველის დასაბლოკად.
კაი, თავდაცვა აქვთ გაკეთებული? კარგი, სხვანაირად გკითხავ. იმ ძალებს, რომელიც ჩემს მეხუთე ენერგეტიკულ ველს ბლოკავენ, თავდაცვა აქვთ გაკეთებული? ვიღაცა სერიოზული ძალაა. კაი. ის ძალა, რომელიც ჩემს მეხუთე ენერგეტიკულ ველს ან ჩემს ენერგეტიკულ ველებს ბლოკავს. გავანეიტრალე, განეიტრალდა? განეიტრალდა, მაგრამ აი ახლა უყურეთ, ხედავთ როგორ მიშლის ხელს, ხო? კარგი. მეგობრებო, წინა ლაივში მე განვაცხადე ამ საკითხის შესახებ, თუ რა არის ეს და მოდი ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა ვქნათ, უნდა გავიმეორო, სხვანაირად არ გამოდის. როგორც ჩანს რაღაცას დასჭირდება გამეორება. აი რაღაცა უნდა გამეორდეს. მოკლედ რაღაცის გამეორება იქნება აუცილებელი მოთხოვნილება. ეხლა ამ ლაივის მეშვეობიდან გამომდინარე. ნახე რაღაცა ხმის გამეორება, რაღაცის გამეორება, რაღაცა მეორება. ეხლა ნახეთ რა ხდება. ეს არის ბიოლოკაცია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ არა ყველა ადამიანზე მუშაობს ეს ბიოლოკაცია. ეს არის შინაგანი ხმის, შინაგან ხმასთან დაკავშირება, ზეციურ ძალებთან დაკავშირება და ამის ნებართვა უნდა ჰქონდეს ადამიანს. ნებართვის გარეშე, ვისგან ნებართვა, ხო, ზეციური ძალებისგან ნებართვის აღება. ნებართვის გარეშე ამ საკითხის გამოყენება არის დესტრუქციული. ანუ შენი შინაგანი ხმის გაწვალება ხდება ამ დროს, ენერგიის დესტრუქცია ხდება და ენერგეტიკული ველის დარღვევა ხდება, თუ კი თქვენ არ გაქვთ ნებართვა დართული ამ ბიოლოკაციის გამოყენების და თქვენ მაინც აკეთებთ ამას. ანუ ნებართვის აღება ხდება შენი შინაგანიდან ისევ და ისევ. ნებართვა ავიღე ზეციური ძალებიდან, რომ ამ საკითხისთვის მიმემართა და ამ ბიოლოკაციის პასუხი არის ჩემთან, როგორც იყო 80%, შეიძლება გაიზარდა, მოდი კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, ბიოლოკაციის მიერ გაცემული პასუხი არის თუ არა 90%-მდე სიმართლე. არა, უფრო მეტი? ანუ კითხვა არის ასეთი, ბიოლოკაციის მიმართ დასმული კითხვა არის თუ არა 90%-ზე მეტი სიმართლე. კი, მოდი დავაზუსტოთ ზუსტად, რამდენი პროცენტია სიმართლე, რომელ კითხვასაც დავსვავ და პასუხობს ბიოლოკაცია. 91%? არა. 92%? ოთხმოცდათორმეტი. 91-სა და 92-ს შორის? არა. 92% ზუსტად?
92%-ზე მეტია სიმართლე? კი, ნაწილობრივ 92%-ზე მეტი. კარგი, გვეყოფა 92%-ზე მეტი სიმართლეა, რასაც ახლა ჩვენ გვიპასუხებს ბიოლოგაცია. მოდი ვკითხოთ ესეთი რამ. წეღან მე დავსვი კითხვა ასეთი ტესტი ჩავატარე ამბრიონ ლოკაციაზე მაყურებლისთვის, რომ გაიგოს რომელია კი და რომელი არა. ჩემ შემთხვევაში ეს არის კი, როდესაც შიგნი შედის და როდესაც გარეთ გადის, ეს არის არა. როდესაც ეს ნაწილობრივ მიტრიალდება მარცხნივ, ეს არის ნაწილობრივ, როდესაც მიტრიალდება მარჯვნივ, ორივე ეს არის ასევე ნაწილობრივ და უკვე აღარ. ანუ იყო და უკვე აღარ არის. და როდესაც მხოლოდ ერთი მიტრიალდება, ეს კი არის გააჩნია შიგნი შეტრიალდება, ნაწილობრივ არა. გატრიალება ნაწილობრივ არა. ამ შემთხვევაში აღარ დავტესტავ ახლა ამ ბიოლოკაციას თქვენს წინაშე და პირდაპირ დავუსვამ იმ კითხვებს, რომელიც მე დავუსვი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შესახებ, მან მოიკლა თუ არა თავი. რაზეც პასუხი იყო კი და რაზეც პასუხი იყო ასევე არა. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი პასუხია, მაშინ კითხვები სხვანაირად ჩნდება, ანუ მან თავი მოიკლა თუ მოაკვლევინა თავისი თავი, აი საკითხი იყო გასარკვევი და აღმოჩნდა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს. მოდი კვლავ დავუსვამ ამ კითხვას და თან არ მოკლეს. ანუ მოკლეს და თან არ მოკლეს. მოკლეს და თან თავი მოიკლა. როგორ იხსნება ეს საკითხი, ამაზე ვისაუბრე და კიდე ვისაუბრებ. ეს იყო ასე მეგობრებო, ისევ და ისევ ბიოლოგიის მეშვეობით. მოდი კიდევ ერთხელ დავუსვათ კითხვა და მე მოგიყვებით, თუ რა საკითხთან გვაქვს აქ საქმე და მე ვკითხავ ასეთ რამეს. ზვიად გამსახურდია. თავისი ხელით მოიკლა თავი? არა, ნაწილობრივ არა. ზვიად გამსახურდია. თავი მოაკვლევინა? არ გვეუბნება. ზვიად გამსახურდია. უბრძანა თუ არა მის მცველებს მოეკლათ ის. ნახე მეგობრებო, ეხლა მე ერთ რამეს ხვდები, არ გვეუბნება. როდესაც ხმა იყო გათიშული, ის საუბრობდა. ანუ ეს საუბრობდა, მოძრაობდა. ესე იგი ხმა გათიშული იყო და მაგიტომ მე კითხვა გამიშა, რატო არ იყო ჯერ საზოგადოება მზად იმისათვის, რომ გაიგო ის, რასაც ვამბობ, ხო? სავარაუდოდ ხდება ესეთი რაღაც. ხდება ის, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა უნდა დარჩეს კითხვის ნიშნის ქვეშ. მართალია მე გამეცა ამაზე პასუხი, მე ვიცი ამ საკითხზე პასუხი, უკვე ვიცი რა მოხდა და როგორ მოხდა, მაგრამ სავარაუდოდ ეს არ არის ჯერ გასამჟღავნებელი საკითხი. და ამიტომაც წეღან ხმა არ ისმოდა. წესით იგივენაირად არის ჩართული და შეერთებული მიკროფონი. ჩვეულებრივად უნდა ყოფილიყო ხმა, უნდა გსმენოდათ, მაგრამ არ მოდიოდა ხმა, ესე იგი არ იყო საჭირო იმის მოსმენა, რაც გაჟღერდა ეთერში. მოდი მაშინ ესე გეტყვით მეგობრებო, მოკლედ გეტყვით მე რაც გამეცა პასუხი, ამას გეტყვით. ზვიად გამსახურდია თავისი ხელით არ მოუკლია თავისი თავი. ეს ერთი ვიცი და მეორე ის, რომ ზვიად გამსახურდია ვინც მასთან ერთად იყო მცველად
არც მათ არ მოუკვლიათ თავისი სურვილით ზვიად გამსახურდია. მოკლედ იქ მოხდა ასეთი რამ, რომ ზვიად გამსახურდიამ მის მცველებს უბრძანა, რომ ის მოეკლათ. რამე თუ სხვა გზას არ უტოვებდა KGB. ძალიან ცუდ მუქარებს იწერებოდა KGB ზვიად გამსახურდიას მიმართ და აქ ყველა შემთხვევაში მისი მოკლა იყო უკვე ბრძანება გაცემული. მას მოკლავდნენ და სად მოკლავდნენ და როგორ მოკლავდნენ, ეს არავინ არ იცოდა, მაგრამ ის უკვე იყო სიკვდილისთვის განწირული. თუმცა მან შეასრულა ის მისია, რაც უნდა შეესრულებინა და ის გაიყვანეს ისევ ზეციურმა ძალებმა. ერთი სიტყვით, ზვიად გამსახურდია იყო გმირი. მიუხედავად ამისა, მე ისიც დავადასტურე ამით ვკითხე, რომ მოხდა თუ არა ეს ილია მეორის დახმარებით მისი სიკვდილი და ნაწილობრივ კი. და კიდე მაქვს ამასთან დაკავშირებით კითხვა. უნდოდა თუ არა ილია მეორის ზვიად გამსახურდიას სიკვდილი. კი, ნაწილობრივ კი. გაუხარდა თუ არა ილია მეორეს, როდესაც ზვიად გამსახურდია მოკლეს. არ გვპასუხობს. სხვათა შორის ილია მეორეზე ძალიან ბევრი კითხვები დავუსვი. და ეთყობა ამისთვისაც არ იყავით მზად და არც არის უკვე საჭირო ამაზე ენერგიის ხარჯვა, როგორც ჩანს. იმიტომ რომ მე წარმოვიდო და კომენტარები, მე უნდა მეპასუხა და ამ ენერგიას უკვე ზოგავენ ზეციური ძალები, როგორც ჩანს ჩემთან და ამიტომ თვითონ მეხმარებიან ამ საკითხში, რომ დავანებო ამ საკითხზე თავი, იმიტომ რომ ისეთი პასუხები გამეცა მე ილიასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა გავანებო თავი, იმიტომ რომ ამას აზრი აღარ აქვს უკვე. ის უკვე ჩაბარდა წარსულს და იმას მოევლება თავისი დრო მოუვლის ამ საკითხს. და ახლა მე მინდა ვკითხო სხვათა შორის ესეთი რამ. იყო თუ არა ზვიად გამსახურდია საქართველოსთვის საუკეთესო პრეზიდენტთა შორის. საქართველოს პრეზიდენტთა შორის. მოდი წარსულში არ ვკითხოთ, კისკენ გადაიხარა, უბრალოდ კითხვა, კორექცია შემოვიდა ჩემს აზრში, წარსულში არ უნდა დავუსვათ კითხვა. აწმყოში ის არის საუკეთესო პრეზიდენტთა არის თუ არა ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტთა შორის საუკეთესო. დარეგულირდი? კი თუ არა? ნაწილობრივ, ძალიან ნაწილობრივ, მაგრამ მას არ დასცალდა, მოდი ესე ვთქვათ. შეასრულა თუ არა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დაცვითი მისია, რომელიც მას ევალებოდა საქართველოს დაცვისთვის.
ნაწილობრივ ძალიან სუსტად, მაგრამ როგორც ჩანს მას არ დააცალეს. რომ არ მოეკლათ ის. შეძლებდა თუ არა ის საქართველოს გაბწყინებას. ძალიან რთულად, მაგრამ ნაწილობრივ კი. მოკლა თუ არა ის ილია მეორის მოთხოვნამ, რომელიც გაიგზავნა კგბ-ს მიმართ. ყველა შემთხვევაში კი. ანუ მისი მკვლელობა ადევს თუ არა ილია მეორეს კისერზე ტვირთად. კარგი, ტვირთად ვეღარ ედება, იმიტომ რომ მოკვდა უკვე და მოდი ესე ვთქვათ, დაიმძიმა თუ არა ილია მეორემ ამ წერილით თავისი სული. არ გვეუბნება არაფერს. კაი, არ უნდა ესე იგი ამ საკითხზე საუბარი, არ უნდა რომ გაიგოთ. ესე იგი ვიღაცა არის გარეთ, რომელიც გადაწყვეტილებას უყურებს როგორც ძალიან მტკივნეულად. რაც ეხლა შემოდის მე ილია მეორესთან დაკავშირებით, საზოგადოება ძალიან მტკივნეულად აღიქვავს რა ამას თუ იმ საკითხს, რომელიც არ უნდა რომ გაიგოს, რომელ შვილს უნდა გაიგოს, რომ მისი მამა მკვლელი და მრუშია, ხო? არც ერთს. რა თქმა უნდა, ამას ყველანაირად ეცდება, რომ თვალი არიდოს, აგრესია გამოუშვას ამ მიმართულებით, რადგან ჯერ მზად არ არის. მე ამიტომ ხვდები, რომ წეღან ძალიან ჩვეულებრივად საუბრობდა, ეხლა უკვე გაჩერდა და აღარ უნდა რომ გაიგოს საზოგადოებამ ის საკითხები, რაზეც წეღან პასუხს მცემდა. მე ერთს გეტყვით მხოლოდ, რომ ის საკითხი, რომ ილია მეორესთან არ შემიშვეს, ეს დაგეგმილი იყო ზეციდან და ეს რადგან არ განხორციელდა, ამაზე კიდე ილია მეორემ სცადა სხვადასხვა გზებით, რომ დაკავშირებოდა ადამიანებს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არც ამან არ მიიღო, არ გამოიღო ნაყოფი და შემდეგ მისი სული გაიყვანეს. მისმა სულმა ვერ შეასრულა თავისი მისია. ასე მითხრეს მე. და რადგან არ უნდა ზეციურ ძალებს რომ გაიგონ ის საკითხი, რაზეც მე მიპასუხეთ, ხო? არის კითხვები, რაც უნდა გაიგოს საზოგადოებამ? არის დარჩენილი კითხვები, რაც უნდა გაიგოს საზოგადოებამ? თითქმის არის, მაგრამ ანუ საზოგადოება ჯერ მზად არ არის ამ საკითხებისთვის და ამიტომ არ საუბრობ? ხო, როგორც წესია. კარგი, ესე იგი, რადგან საზოგადოება მზად არ არის ამისთვის,
მაშინ ესე დავსვავ კითხვას. არის თუ არა რომელიმე სხვა კითხვებისთვის მზად საზოგადოება? კი. ანუ აქვს თუ არა საზოგადოებას, ჩემს მაყურებელს უფლება, რომ კითხვები დამისვას და შენ გადმოგაბარო ეს კითხვები? კი, ნაწილობრივ, ანუ შეგიძლიათ მეგობრებო, რა კითხვებიც თქვენ გაქვთ, ის კითხვები დასვათ ახლა და რამდენიმე კითხვას ვუპასუხებ. ახლა დაველოდები. კი, ნაწილობრივ, ანუ შეგიძლიათ მეგობრებო, თქვენ რა კითხვებსაც დაუსვათ, იმ კითხვებს შეიძლება უპასუხოს. ჩემი კითხვები პირადად მე რაც დავუსვი, უკვე წეღანაც მიპასუხა, იმისთვის ჯემზად არ არის საზოგადოება. ხვდებით, ხო? ამდენ ახლა მე დაველოდები თქვენს კითხვებს, რა გაინტერესებთ, რომ ვკითხო და ვკითხავ, რამდენიმე კითხვას დავუსვე, იმიტომ რომ ეს ვინ არის, რას აკეთებსო? მანანა ციბაძე. ქალბატონო მანანა ციბაძე, მესამე პირში როცა იკითხავთ ეს ვინ არის, რას აკეთებსო, ჩემს ლაივში ხართ და შეგიძლიათ პირდაპირ მკითხოთ, ვინ ხართ, რას აკეთებთ. კარგით? მე მოგწერთ პირადში, ვინ ვარ, რას ვაკეთებ. ან შეგიძლიათ გადახედოთ ჩემს YouTube გვერდს Liquid Dogma თამარის ლაივი და ყველა კითხვაზე პასუხი გაგეცემათ. ყოველ შემთხვევაში ამ კითხვაზე პასუხი გაგეცემათ. კი ბატონო, ანუ თქვენ კითხვები თუ არ გაქვთ, მეგობრებო? თუ არ გაქვთ. აქ მიჩვენებს, რომ 16 ადამიანი უყურებთ, მან მიჩვენებს, რომ 20 ადამიანი უყურებთ. ძალიან არეულია Facebook-ი, მოკლედ რა. გააქვთ მეგობრებო, კითხვები? მე მგონი ახაც აღარ შემოდის კითხვები. სამწუხაროდ. კარგი. მაქვს უფლება, რომ დავსვათ ჩემი მაყურებლის მაგივრად კითხვები? მოდი ესე გავაკეთე. კი, მაქვს უფლება. აი, ნიაკო მომწერა პირადში, რომ მაქვს კითხვებიო რა და როგორც ჩანს, არ შემოდის აქ, არც აქ აღარ მიჩვენებს რომ არ ეცხოვრა ილიას, როგორ იცხოვრებდა. რომ არ ეცხოვრა ილიას, როგორც ის ცხოვრობდა და გააგრძელა კითხვა. მოდი. კაი. გააგრძელა კითხვა და შემოვაკითხვა. აქ კიდე სხვა კითხვების დამისვეს. ზუსტად როდის გარდაიცვალა პატრიარქი, ეგ კითხეთ თამარო. მოდი კითხეთ. ილია მეორის გარდაცვალება მოხდა თუ არა 2026 წელს? არა. როდის მოხდა ილია მეორის გარდაცვალება? 2 თვეზე მეტია უკვე? გარდაიცვალა ილია მეორე? არ გარდაცვლილა. აბა რაქნა, მოკვდა ილია მეორე?
ხედავთ რამხელა განსხვავება სიტყვებს შორის? ის მოკვდა არ გარდაცვლილა, ამიტომ წერდი სიკვდილს და არა გარდაცვალებას. როდის მოკვდა ილია მეორე? 2 თვეზე მეტია? ნაწილობრივ. 3 თვეზე მეტია, რაც ილია მეორე მოკვდა? 4 თვეზე მეტია, რაც ილია მეორე მოკვდა? ნაწილობრივ მეუბნება, კიო და 4 თვეზე მეტიაო მითხრა, 5 თვეზე მეტია, რაც ილია მეორე მოკვდა? აი არა. დაახლოებით 5 თვეა გასული, რაც ილია მეორე მოკვდა? არა. უფრო მეტია გასული? უფრო მეტი დროა გასული, რაც ილია მეორე მოკვდა? აი ხო რა მეუბნება, აი კი წყალოს. ილია მეორე 23 ნოემბერს 2025 წლის 23 ნოემბერს უკვე მკვდარი იყო? მაშინ იყო აპარატზე შეერთებული ცოცხალ მკვდარი იყო მაშინ? ხედავთ, კითხვა როგორ უნდა დავუშვათ? მაშინვე რეაქცია იყო. ანუ ის მკვდარი იყო და თან არ იყო მკვდარი. ანუ უკვე გათიშული იყო და თან მკვდარი იყო და თან არ კლავდნენ, გესმის? ანუ ილია მეორე აპარატზე რო არ შეერთებინათ 23 ნოემბერს უკვე მკვდარი იქნებოდა? ანუ ხელოვნურად მოხდა მის სიცოცხლეზე ჩარევა და ის აწვალეს და ბოლოს პირიდან ამთღია ორგანიზმმა სისხლი. მოიცა, ეხლა აქ დამიშვეს დავით გარეჯას დავიბრუნებთო? სოფია წერს მე 30-ს მიჩვენებსო. მე ახლა 24-ს მიჩვენებს მე. მოწამლეს, მე მგონი თებერვალში. არავინ არ მოწამლა ილია მეორე. ილია მეორე იყო დატყვევებული. ილია მეორე მოკლეს. აჰა, ილია მეორე მოკლეს. რატომ მოკლეს? რიტუალისთვის დასჭირდათ? არა. საინტერესო კითხვა გაიჩითა. აბარ რისთვის დასჭირდათ? რატომ მოკლეს ილია მეორე? შემცვლელი პირი იპოვეს?
შემსრულებელი პირი გაინაღდეს და მერე მოკდეს ილია მეორე. ითხოვდა თუ არა ილია მეორე დახმარებას? არა. უნდოდა თუ არა ილია მეორეს დავხმარებოდით გარედან? არაფერს არ იძახის. კაი, მე ილია მეორესთან. როდესაც ზეციურმა ძალებმა ილია მეორესთან მიმიყვანეს. იყო თუ არა ეს მცდელობა, რომ დახმარებოდნენ ილია მეორეს ზეციური ძალები? კი, ოღონდ რაღაცა აღარ ხდებოდა ის, ანუ ნახე, იყო მცდელობა, მაგრამ თან არა. იყო მცდელობა, მაგრამ თან არა. აბა რა იყო მაშინ? მაშინ აბა რა კითხვა დავსვა ახლა ამასთან დაკავშირებით? რატომ მიმიყვანეს ილია მეორესთან მისი სულის გადასარჩენად? არა. ანუ არა და არც არა, ნუ კითხვას სვა ისე რომ არ უნდათ რომ გასცენ პასუხი. რას ემსახურებოდა ჩემი მასთან სტუმრობა? რამე ზეციურ მისიასთან კავშირში იყო? ნაწილობრივ კი. იყო თუ არა ეს როგორც საზოგადოებამ გადაწყვიტა, ზოგმა საზოგადოების ნაწილმა ეს ჩემი მხრიდან ამ პარტავნება მასთან მისვლა? არ იყო ეს ამ პარტავნება. რომ არ ეცხოვრა ისე, როგორც ცხოვრობდა ილია მეორე, რაღაცა კითხვა გინდოდა დაგესვა და მე აღარ დამიში, ხო? აბა ნახოთ რა კითხვა შემოვიდა. პირადში მომწერეთ კითხვები, მეგობრებო, კარგით? მაქვს კითხვა თამარ, რომ არ ეცხოვრა ილიას როგორც ის ცხოვრობდა, ამდენი ხანი იქნებოდა პატრიარქი? ამდენი ხანი 47 წელი იქნებოდა პატრიარქი? ანუ შეცვლიდნენ? კითხვა ვერ გავიგე. რომ არ ეცხოვრა ილიას როგორც ის ცხოვრობდა, ამდენი ხანი იქნებოდა პატრიარქი? ამდენი ხანი, ანუ 47 წელი იქნებოდა პატრიარქი? მოდი ესე დავუსმევ კითხვას. რომ ეცხოვრა ილია მეორეს სხვაგვარად, ვიდრე ცხოვრობდა, იქნებოდა თუ არა ის 47 წელი, 49 წელი პატრიარქი? არა. ანუ შეცვლიდნენ მას?
არა. ანუ ადრეულად გაიყვანდნენ მას? ანუ მოკლავდნენ. მოკლავდნენ, გაიყვანდნენ. ამიტომაც ხმას ვერ იგებდა. არ გაინტერესებთ უნდა თუ არა ილია მეორეს ჩემთან შეხვედრა, მე მაინტერესებს. უნდა თუ არა ილია მეორეს ჩემთან შეხვედრა. რაღაცა შემთხვევით, ანუ ერთ მხრივ კი. უთხრეს თუ არა ილია მეორეს ჩემს შესახებ, რომ მე მას კართან ველოდებოდი, ეს კითხვა კი არ დამიშნავს. თქვენ წინაშე პირველად უსვავ ახლა ამას. გააგებინეს თუ არა ილია მეორეს მის კართან რომ ვიდექი. კითხვას ვაკონკრეტებ, გააგებინეს თუ არა იმ დღეს, როდესაც მე მის კართან ვიდექი ილია მეორეს? კი. რატომ არ მოითხოვა მაშინ? გამოთქვა სურვილი ჩემთან შეხვედრის ილია მეორემ? კი. რატომ არ შეუსრულეს ეს სურვილი? შორენას გამო? არა. აბა მაშინ სხვა მიზეზების გამო? მაინც რა მიზეზების გამო არ გაინტერესებთ? მე მაინტერესებს. მოდი ვკითხოთ, ჩავეციოთ. რა მიზეზების გამო არ შეუსრულეს ილია მეორეს ეს სურვილი? რადგან შემდეგ სხვებიც მოითხოვდნენ ამას? შეეშინდათ ამის? არა. შეეშინდათ ჩემი? არა. ნებართვა ვერ მიიღეს კგბ-დან? ოკეი. ხო, ნებართვა ვერ მიიღეს კგბ-დან და ამიტომაც არ შემიშვეს. ოკეი. აი თქვენ ხედავთ უკვე ვინ მართავდა საქართველოს საპატრიარქოს, ილია თუ კგბ. როდესაც ილია მეორე იბარებდა მერაბ ონიანს სანახავად, სურდა თუ არა მას ამ თემაზე ესაუბრა? ნაწილობრივ. ჰქონდა თუ არა მას მესიჯი დავალებული ჩემთან დაკავშირებით
გადმოეცა თუ არა ეს მესიჯი ჩემთვის, იყო თუ არა მისი დავალება. კი, მას ჰქონდა მესიჯი, რომელიც უნდა გადმოეცა ჩემთვის. რადგან ვერ მოახერხა ამ მესიჯის ჩემამდე მოტანა ფიზიკურად, მან განახორციელა თუ არა ეს ასტრალურ სივრცეში, როდესაც ის სიზმრად მოვიდა ჩემთან ხილვაში. ნაწილობრივ მან განახორციელა ასტრალური სივრციდან, რაზეც მე დაჟინებით, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად თითქმის მოვითხოვდი ამ საკითხს, რომ განეხილათ ეს თემა, მაგრამ რას უკაცრავად ყურად არავინ მიიღო. დაუშვა თუ არა ამით დიდი შეცდომა სინოდმა, როდესაც მათ არ შეისმინეს ზეციდან მესიჯი. დიდი შეცდომა დაუშვა. ისჯება თუ არა ამისთვის სინოდი, სწორედ მხოლოდ ამ საკითხის გამო დღეს კი ისჯება, ოღონდ რაღაცა ნაწილობრივ რაღაცა ძალა მაინც აჩერებს. აქვს თუ არა სინოდს იმის შესაძლებლობა, რომ გამოასწოროს ეს საკითხი დღეს. ნაწილობრივ აქვს. თქვენ ხედავთ, როგორ საუბრობს, ხო, შინაგანი ხმა. რა უნდა გააკეთოს სინოდმა, რომ გამოასწოროს ეს საკითხი და გამართოს ის ვითარება, რომელიც არ დაუშვა 4 წლის წინ. უნდა მომმართოს თუ არა? კი, უნდა მომმართოს. ჩემი მხრიდან არის თუ არა კიდე რამე გასაკეთებელი იმისათვის, რომ სინოდმა მიიღოს ეს საკითხი ყურად, დამრჩა თუ არა ამისათვის რამე გასაკეთებელი? მე არა, მაგრამ თვითონ სინოდმა კაი, მნიშვნელოვანია ჩვენი შეხვედრა? ნაწილობრივ კი. არის თუ არა ეს შეხვედრა საქართველოს საკეთილდღეოდ? ნაწილობრივ კი. რატო? კარგი, მე ესე დავსვავ ახლა კითხვას. აუცილებელი იყო თუ არა ჩემი საპატრიარქოს კართან მისვლა? აუცილებელი იყო. რატო იყო აუცილებელი? რისთვის იყო აუცილებელი?
ჩამოიტვირთებოდა ინფორმაცია, რომელიც მათ უნდა გაეგოთ? ნაწილობრივ. რატომ არ შეეძლო, რომ მისულიყო სხვა ადამიანის საპატრიარქოსთან და მისი პირით მომხდარიყო ეს საკითხი? მარტო მე ვიყავი ამისთვის განკუთვნილი პირი, ამისათვის განკუთვნილი პირი? ნაწილობრივ. სადეს თუ არა სხვებმაც იგივე რაც მე გამაკეთებინეს ზეციურმა ძალებმა. კი. კი. სადეს თუ არა ჩემს მერე ზეციურმა ძალებმა საპატრიარქოს კარზე პირის მიყვანა, რომელიც რაღაცას იტყოდა, არ ვიცი რას, მაგრამ რაღაცას იტყოდა. ნახეთ, არა, აღარ უცდიათ, ზეციურ ძალებს აღარ უცდიათ. ანუ იყო თუ არა ეს ზეციური ძალებისთვის ბოლო შანსი, რომელიც უნდოდა ზეციურ ძალებს, რომ მიეცათ საპატრიარქოსთვის ჩემი იქ მისვლა. ნახეთ, საიდან მოტრიალდა, ხეთ დაინახეთ. კი, ანუ ნაწილობრივ იყო ეს ბოლო შანსი. ანუ ეს იყო ბოლო შანსი, ნაწილობრივ, მაგრამ ესე იგი ნაწილობრივ, იმიტომ რომ კიდევ აქვს ამის გამოსწორების შანსი საპატრიარქოს? კიდევ აქვს? აღარ აქვს. ანუ ესე იგი დაგვიანდა უკვე? ის რაც ჩემი პირიდან უნდა მისვლოდათ მათ და რისთვისაც მიმიყვანეს იქ. დაგვიანდა უკვე ამისთვის? ნაწილობრივ კი. დაგვიანდა. ანუ ახლა რასაც მე ვხვდები, ეს იყო ილია მეორის სულის, არ ვიცი, ილია მეორის გამო მიმიყვანეს მე იქ. ხო, ნაწილობრივ. ანუ აქ ითამაშებდა ილია მეორე რაღაცა როლს, ვთქვათ, თუ კი მე და ილიას შორის, ჩემსა და ილიას შორის გასაუბრება მოხდებოდა, ილია მეორე რაღაც როლს ითამაშებდა, ან მისიას შეასრულებდა? ხო. ეს როგორც ვამბობდი, მეგობრებო, ანუ როგორც უკვე ვსაუბრობდი მე ჩემს წინა ლაივებში, უკვე 4 წელია ვსაუბრობ, მე არ ვიცი რატომ მიმიყვანეს იქ. მე არ ვიცი რა საუბარი მოხდებოდა მე და ილიას შორის. მე არ ვიცი რა მესიჯს მიაწვდიდნენ ილიას და რა საგონებელში ჩააგდებდნენ ზეციური ძალები. მე არ ვიცი ეს. გავიგებდი მაშინ თუ კი მოხდებოდა ჩვენი შეხვედრა. ჩვენი შეხვედრა არ მოხდა. როგორც უკვე გავიგეთ, აქ კგბ-ს დამსახურება ის, რომ არ მოხდა ჩვენი შეხვედრა. კგბ ჩადგა ზეციურ ძალებსა და ადამიანებს შორის. მოკლედ ერთი სიტყვით, არის თუ არა ილია მეორე კგბ-ს მსხვერპლი? არა, ნაწილობრივ არა. ანუ მისი ნებითაც იყო ის კგბ-ს ტყვეობაში მოხვედრილი? ილია მეორის ნება იყო ის, რომ კგბ-სთან ერთად თანამშრომლა? მოკლედ, რაღაცა ნაწილობრივ ხდება ამ საკითხში ყველაფერი რა. ორივე ძალიან იშვიათად აქტიურობს აქ. ნაწილობრივ რაღაცა არის ძალა, რომელიც ნაწილობრივ ამოქმედებს ამ ადამიანებს და ნაწილობრივ რაღაცა განგებაა. კარგი, ვთქვათ,
რა ხდება ამ ნაწილობრივში? ნაწილობრივი იგულისხმება ის, რომ ბოროტი ძალა იძულებს ხდიდა ამ ხალხს, რომ მასთან ეთანამშრომლა? ისევ ნაწილობრივ. კარგი, კითხვები გააქვთ ხალხო? რაღაცა არის რა, რაღაცა ის ხდებოდა თქვენ შესაძლებლობებს? ხედვა ჰქონდა ხომ მომავლის ილიას? კარგი. ესეთი კითხვა შემოვიდა. ანუ ის ილია მეორე ხდებოდა ჩემი როგორ დასი? ჩემს შესაძლებლობებს? არა, ნაწილობრივ არა. ხედვა ჰქონდა ხო მომავლის ილიას? მომავლის ხედვა ჰქონდა ილიას? აი ორივე მიპასუხა უკვე არავითარ შემთხვევაში. არანაირი მომავლის ხედვა მას არ ჰქონდა. აბსოლუტურად გათიშული იყო. ზეციურ ძალებს გამოთიშული იყო. აი მოდი დავუშვათ. ილია მეორეს ჰქონდა თუ არა ზეციურ ძალებთან კომუნიკაცია. ხედავთ რომ გარეთ გავიდა ხო? თანაც ორივე. არავითარი კომუნიკაცია მას ჰქონდა თუ არა ილია მეორეს ბნელ ძალებთან კომუნიკაცია? ნაწილობრივ. მაგრამ ზეციურ ძალებთან მას კომუნიკაცია საერთოდ არ შეეძლო. მიმაგზავნეს თუ არა ილია მეორესთან ზეციურმა ძალებმა? ნაწილობრივ. ნაწილობრივ მიმაგზავნეს ზეციურმა ძალებმა. ნაწილობრივ ვინ? მიმაგზავნეს თუ არა ილია მეორესთან ბნელმა ძალებმა? არა. ბნელი ძალები არ იქნება. შანსი არ აქვს. ბნელი ძალები ჩემთან ვერ კონტაქტობენ ხალხო. არა აქვთ უბრალოდ მაგის შანსი რომ მე მიახლოვდნენ ეგენი. ვერც კი მიახლოვდებიან. კარგი, მართავენ თუ არა ბნელი ძალები? არა. აქვთ თუ არა მათ იმის უნარი რომ მომიახლოვდნენ? არა. ჩემი ნებართვით აქვთ თუ არა მათ უფლება რომ მომიახლოვდნენ? ანუ არანაირი უნარი არა აქვთ რომ მომიახლოვდნენ. მართავენ თუ არა ზეციური ძალები? კი, ნაწილობრივ. თანამშრომლობ თუ არა ზეციურ ძალებთან?
არაფერს არ ეძახის. თუ მართავენ თანამშრომლობ, ესე იგი. სხვა კითხვები ხომ არ გქონდათ, გაქვთ? მოიცა. კაი. მოდი ახლა დავუსვათ კითხვა ისევ და ისევ, მოხდება თუ არა ილია მეორე, გაივლის თუ არა საზვერეებს ილია მეორე? ვერა. დავიბრუნებთ თუ არა გარეჯას? არ დავიბრუნებთ. დაგვიბრუნებენ თუ არა გარეჯას? ძალიან ძნელად, მაგრამ კი. თავისი ხელით დაგვიბრუნებენ. ანუ ჩვენ არ დავიბრუნებთ, ისინი თვითონ დაგვიბრუნებენ. დავიბრუნებთ თუ არა აფხაზეთს? ზუსტად იგივენაირად მიპასუხა არა. დაგვიბრუნებენ თუ არა აფხაზეთს? ძალიან ძნელად უჭირთ, მაგრამ უნდა დაგვიბრუნოს, სხვა გზა არ აქვთ. მიხვდებიან. დაგვიბრუნებენ თუ არა ოსეთს? ამასაც ზუსტად იგივენაირად ძალიან ძნელად. არა, ოსეთს არ გვიბრუნებენ, მაგრამ დაგვიბრუნდება თუ არა ოსეთის ტერიტორია ქართველებს? დაგვიბრუნდება, მაგრამ რა გზებით ღმერთმა იცის. დაგვიბრუნდება თუ არა ტაო-კლარჯეთი? კი. დაგვიბრუნდება თუ არა ტაო-კლარჯეთი? კი. დაგვიბრუნდება თუ არა ჰერეთი? ნაწილობრივ. მოკლედ, ნაწილობრივ ყველაფერი დაგვიბრუნდება, მაგრამ ამ ნაწილობრივში საინტერესოა ახლა რა ხდება ნაწილობრივებში. მოდი ესე ვკითხოთ. არის თუ არა მზად ქართველი საზოგადოება საქართველოს ასაღურძინებლად? არა. მართავს თუ არა საქართველოს ქართველი? არა. ნაწილობრივ არა. მართავს თუ არა საქართველოს რუსეთი?
ნაწილობრივ, მაგრამ მთლად ვერ. ვინ მართავს საქართველოს? მართავს თუ არა საქართველოს ამერიკა? უკვე აღარ. ანუ მართავდა და ეხლა ვეღარ მართავს. უყურე შენ, რა მოხდა? რა მოხდა? ვინ მართავს საქართველოს? მართავს თუ არა საქართველოს ზეციური იერარქები? აჰა. ანუ ნაწილობრივ, ესე იგი, მე მივხვდი რაშიც არის საქმე. მართავს თუ არა საქართველოს ქართული ენა ლაზარე? აჰა, ანუ ლაზარე აღდგა? აჰა, კი, მეგობრებო, ლაზარე აღდგა, ლაზარე მართავს უკვე საქართველოს, ანუ საქართველოს გაბრწყინებაც აქედან დაწყებულია უკვე? ნაწილობრივ დაწყებულია საქართველოს მართლობა. ანუ რას ელოდება კიდე? ნაწილობრივ რატომ მთლიანად არა? რას ელოდება კიდევ საქართველოს მოსახლეობა? არა, კითხვა. ანუ საქართველო უბრუნდება ქართველს? ვაუ. არა, უკვე აღარ. აბა ვის უბრუნდება საქართველო? საქართველო უბრუნდება ქრისტეს? საქართველო უბრუნდება ქრისტეს. მეგობრებო, საქართველოს ქართველებს აღარ ჩააბარებენ. საქართველოს აწი ქრისტეს ჩააბარებენ. ქართველებმა მოდი ესე ვქნათ. ღვთის წინაშე ქართველებმა მოიხადეს თავისი ვალი? ნაწილობრივ კი. როგორი სახით წარსდგნენ წარსდექით ქართველები ღვთის წინაშე? შერცხვენილი სახით? ნაწილობრივ კი. საქართველო არის ღვთისგან რჩეული მიწა? ნაწილობრივ. საქართველოში იყო ისრაელი? აი თუ არა. საქართველოში მოხდა ჯვარცმა? ნაწილობრივ. ანუ საქართველოში მყოფ ისრაელში მოხდა ჯვარცმა? ხო.
საქართველოში მყოფი ისრაელი იყო თუ არა მცხეთაში, სადაც ჯვრის მონასტერია ახლა? კი. ჯვრის მონასტერზე, სადაც ახლა ჯვარი დგას, იქ მოხდა ქრისტეს ჯვარცმა? ანუ ქრისტე იყო იმ დროს საქართველოს, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე? იყო ქრისტე ქართველი? ნაწილობრივ არა. იყო ქრისტე დედით ქართველი? დედით ქართველი იყო ნაწილობრივ. ანუ ქრისტეს ჰქონდა პროტოქართული სისხლი მის გენში? კი. საუბრობდა თუ არა ქრისტე ქართულად? ქრისტე საუბრობდა ქართულად. როდესაც ქრისტე ამბობს ანი და ჰოევარო, გულისხმობს თუ არა ამ დროს ქართულ ანბანს, ასომთავრულს, ნუსხახუცურს და მხედრულს? ნაწილობრივ კი. იყო თუ არა მაგდალინელი ქართველი? მაგდალინელი არ იყო ქართველი. იყო თუ არა მარია ღვთისმშობელი სვანი? ნაწილობრივ. ნაწილობრივ მარია ღვთისმშობელი იყო სვანი. დედით იყო სვანი? ნაწილობრივ არა. მამით იყო სვანი, ესე იგი? ესე იგი მარია მაგდალინელი იყო მამით სვანი, დედით ნაწილობრივ. იყო თუ არა მარია მაგდალინელი იოსების ცოლი, რომელთანაც ჰყავდა შვილები? ხო, ნაწილობრივ კი, მისგან ჰყავდა შვილები. იყო თუ არა იოსები ებრაელი?
ოღონდ ნაწილობრივ ისიც. ეტყობა, იმიტომ იოსები ეტყობა მამით ქართველი იქნება. მოდი ვკითხოთ. იყო თუ არა იოსები მამით პროტო ქართველი? არა. იყო თუ არა იოსები დედით პროტო ქართველი? იოსები იყო დედით პროტო ქართველი. ხედავთ, რეები გამოდის? დედით ისიც ნაწილობრივ იყო პროტო ქართველი, ანუ იოსების დედა იყო ქართველი, ნაწილობრივ ქართველი. ესე იგი, იოსების დედა იყო ნაწილობრივ ქართველი და ნაწილობრივ ებრაელი? ხო. ესე იგი, იმიტომ მიიღო იოსებმა მარიამი, რომელიც არ იყო ებრაელი. აქედან მოძებნეს, იმიტომ მოძებნეს იოსები. ჰყავდა თუ არა მარიამს ქრისტე იოსებისგან? არა. ჰყავდა თუ არა მარიამს ქრისტე რომელიმე სასულიერო პირისგან? ნაწილობრივ. მარიამ ღვთისმშობელი იყო თუ არა წლის, როდესაც ის დაორსულდა? წლის იყო კი? არის თუ არა ის ისტორია მარიამ მაგდალინაზე, მარიამ ღვთისმშობელზე მოყოლილი, მართალი როგორც გვიყვებიან? არ ლაპარაკობს. დაორსულა თუ არა მარიამი იოსებამდე რომელიმე ფიზიკურმა პირმა? ნაწილობრივ. არამც თუ ნაწილობრივ, არამედ დაორსულა თუ არა მარიამი ფიზიკური პირისგან იესო ქრისტეზე? მარიამი დაორსულდა ფიზიკური პირისგან იესო ქრისტეს შემთხვევაში. იყო თუ არა ეს გასაიდუმლოებული ისტორია მარიამის დასაცავად? ნაწილობრივ. იმისთვის რომ მარიამი და ამის ჩამდენი არ ჩაექოლათ, გაასაიდუმლოეს თუ არა ეს საკითხი? კი. იცოდა თუ არა ეს იოსებმა?
ნაწილობრივ არა. სჯეროდა თუ არა იოსებს, რაც მოუყვნენ მარიამზე? ნაწილობრივ არ სჯეროდა. ხვდებოდა თუ არა იოსები, რა საშიშროების წინაშე იდგა მარიამი, თუ კი ის მასზე უარს იტყოდა? ხვდებოდა. მარიამის გადასარჩენად იოსებმა მარიამი შეირთო ცოლად? ნაწილობრივ ალბათ უნდოდა რომ დაეჯერებინა, რაც მოუყვეს რაბებმა ის იყო სიმართლე. მოკლედ ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო ინფორმაციები გამოვიდა, მეგობრებო. ეს საკითხი იყო თუ არა ის პირი, რომელმაც მარიამი იესოზე დააორსულა ებრაელი? ებრაელი იყო. ხო, რატო ჩააბარეს, ანუ ნახე, ანამ და იოაკიმემ ჩააბარეს მარიამი რაბებს? ანუ პირი, რომელმაც მარიამი დააორსულა ეკლესიაში, თუ რაც იყო ის სინაგოგაში, იყო ეს რაბი? რაბი იყო ის, ვინც დააორსულა მარიამი. იღებდა თუ არა ეს რაბი მონაწილეობას ქრისტეს ჯვარცმაში? არა. იყო თუ არა ეს რაბი ჯვარცმაზე, როდესაც ჯვარცმა მოხდა? კი, ნაწილობრივ. ეხლა ვგრძნობ, რასაც გრძნობდა ის და საშინელებაა. ვინ იყო ეს, ნიკოდემოსი? ნიკოდემოსი იყო ეს? ნიკოდემოსი იყო იესოს მამა. ჩემო პატარა იოანე, საიდან მოხვედი უცბად? საიდან მოხვედი, დედიკო? ციდან ჩავაფრინდი? აბა საიდან მოხვედი? არ იცი? მე აქ რაღაცა წრეებს ხედავ, იქიდან მოხვედი? წრიდან მოხვედი? მზის შვილი ხარ შენ? მოკლედ, მეგობრებო, საინტერესო ამბავი იყო. ნიკოდემოსი ესე იგი იმიტომ იცავდა ქრისტეს. თორემ იმხელა სვავებსა და მტაცებელ ცხოველებში ნიკოდემოსი რატო იყო მაინც გამორჩეული? ასე გამორჩეული, რომ იესო ქრისტეს მხარეს იჭერდა. გაიგეთ, რა ხდება? რაში იყო საქმე? მაგრამ ნიკოდემოსმა ვერ გადაარჩინა. მოდი,
მოდი ერთ რაღაცასაც დავუსვა კითხვას, დედიკო ერთი წუთი, ედი პოჭიჭი მიფერები. ცდილობდა თუ არა ნიკოდემოსი ქრისტეს ჯვარცმისგან თავის აცილებას, ცდილობდა, ამიტომ იყო რომ ეუბნებიან რომ თუ გინდა რომ სიცოცხლე შეინარჩუნო, მაშინ დატოვეო აქაურობა. იცოდა თუ არა იესო ქრისტემ რომ ნიკოდემოსი იყო მამამისი? იცოდა. ანუ გამოდის რომ ებრაელები იმიტომ დაწყევლილი იმიტომ არის რომ ვერ შეიცნეს ქრისტე. იცოდნენ თავისი თესლისგან იყო ეს ადამიანი და არ აღიარებდნენ რამე თუ დედა არ ყავდა ებრაელი. რას ეკეთებ დედიკო? მეც გიაგჭირს, ბიჭო, რა შეჭავე ესეთი რომ შავი და ავიჩ. შოკოლადი? აბა რა არის? ნაცხვარი თუ რა არის ეს? უი, დედიკო, შედოშინდა, მიდი წადი დაიბანები. დაწყევლილი რატო არის? რატო? და იმიტომ რომ ერთი ის რომ ვერ შეიცნო ებრაელთა საზოგადოებამ იესო ქრისტე რომ მისივე რომ შეეცნო არ მოკლავდა. მეორე ის რომ ნაწილობრივ საზოგადოებამ შეიცნო ეს, მაგრამ რომ ეღიარებინათ უკვე თავიანთი რეპუტაცია ილახებოდა. რამე თუ სინაგოგაში ესეთი რამ მოხდა. თუმცა მათ საზოგადოებაში პედოფილია და მამათმავლობა მოსული საკითხია, როგორც მე გავიგე, 6 წლიდან აქვთ უფლება უკვე რომ ბავშვთან ქალთან დაწვნენ, ბავშვთან. საიდან მოიტანეს ეს არ ვიცი, ასევე მძორის ჭამა, ასევე გვამის ჭამა იყო ეს ოდითგანვე სხვათა შორის ფარნავას მაჰყვეთა. ეს მძორის ჭამიაობა, უпроსწორედ გვამის ჭამიაობა, თორე იყო ეს მომენტები, როცა მცხეთაში ადამიანი არ იმარხებოდა, რადგან ისინი ჭამდნენ თავიანთ გარდაცვლილებს. სხვათა შორის საზიზღრობაა, ერთ-ერთ მე ხილვაში ვნახე ეს რა ხდება მან და საშინელება. და მეორე ის რომ ქრისტე დედით ქართველი იყო, ერთი წუთი დედიკო, დედით ქართველი იყო და მას ბოლომდე ვერ აღიარებდნენ ისინი ებრაელად. ამიტომ მართალია თავიანთი წესების და კანონების მიხედვით ის არ იყო დედით ებრაელი, მაგრამ მამით ებრაელი იყო. ანუ ქართული წესის და ადათების მიხედვით იესო ქრისტე ებრაელი იყო, ოღონდ დედით ქართველი. ანუ ხდებით ხო აქ სად არის არევა? გამოდის ისე, რომ მართლაც უნდა ყოფილიყო ქრისტე დავითის თესლისგან, რომელიც იხსნიდა ამ საზოგადოებას. ხო, და რა ვიცი, დროა ებრაელებო რომ მიხვდეთ ამ ყველაფერს და კარგად თქვენ უკეთესად იცით ის ისტორია ვიდრე ჩვენ, რადგან თქვენ დაგვიმალეთ ეს ისტორია, ისევე რომ თქვენ არ შერცხვენილიყავით, ეგ უკვე გამოსულია სინათლეზე და დაფიქრდით კარგად რა. დაფიქრდით კარგად. ახლა უკვე დროა თქვენ მოექცეთ, აღიაროთ ქრისტე. დროა, იმიტომ რომ მეტი დრო აღარ გრჩებათ. და როგორც ჩემი პირიდან გამოსული სიტყვა არის თუ არა 100% სიმართლე.
რა ვიცი, გითხარით ყველაფერი. ჩემი პირიდან გამოსული სიტყვა 100%-ით სიმართლეა და დროულად მოეგეთქონს, იმიტომ რომ მოდის ქრისტე უკვე, მოდის. ის 154,000 ებრაელი გონს არის მოსული უკვე. კიდევ კარგი. კარგი, წავედით მეგობრებო, დაგემშვიდობებით, გაგოცეთ.